მოკლედ დღეს ერთმა მნიშვნელოვანმა ფილოსოფიურმა პრობლემამ შემოწუხა. კითხვა არის, სად გადის ზღვარი cringe-ს და cool-ს შორის. ამაზე მიფიქრე ხოლმე. პირველი შემთხვევა არ არის. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფილოსოფიური კითხვა და ხშირად ბრუნდება ხოლმე. ხშირად არ გაიხსენიათ და ბრუნებია, მე გამახსენდა. ესე რომ ჩავწვდით. ხო. მოსკოვში ფაღარ მოხსოვს. აიკოს. გამოცდას. თვრალი რომ შევიდა გამოცდაზე. Anyway. ვინ სუპერვარს ყოლა გახსნა. დევს წყალობით. ეს ჩემ ფოტოის მისის ხმა და ბოლო კარგო ხომ. უყურებ თავიდან. დღეს ერთმა მნიშვნელოვანმა ფილოსოფიურმა დღეს ერთმა მნიშვნელოვანმა ფილოსოფიურმა შეკითხვამ შემოწუხა. სად გადის ზღვარი cringe და cool-ს შორის? და მე მგონია, რომ როგორც მორალის გენეალოგიაში აქაც ძალაუფლებაზე გადის. ხალხზე რა, ხალხი ვინ როგორ აღიქვამს, რაოდენობაზე ფონდა ძალა და ვინ როგორ მოახდენს მაგის გამტკიცებას, რომ განორმალურებას. მაგრამ cool და cringe ორივე არც ერთი არ ნორმალური, ორივე იქით-აქითა უკიდურესობაა. ორივე გამორჩეულია, მაგრამ ერთი რაღაც ჯგუფებისთვის მაგის რაღაც პოზიტიური დაღაქმება, მეორე ყოველთვის cringe, ყოველთვის არა, ეგრე არ უნდა ქნა, დეგრადირებას მიუთითებს თითქოს, არის საკმარისობას. Cool მეორე მხრივ თითქოს ის, ვინც ამ საზღვრებს, სოციალურ საზღვრებს არ ღვევს და მასზე ზემოთ დგება. ანუ ორივე შემთხვევაში შედარებითობის ამბავია. ერთი ნორმალურზე ზემოთ დგება, მეორე ნორმალურზე ქვემოთ დგება, მაგრამ ვინ განსაზღვრავს იმას, ვინ დადგეს ზემოთ და ვინ დადგეს ქვემოთ. და ეგ ისე ბრუნდება, მივიდივართ იქამდე, რა არის ნორმა ვისთვის. და ვის უნდა ძალაუფლებაში მოსვლა. ვის უნდა ძალაუფლებაში მოსვლა იმის დამიხედვით, შესაბამისად ქმნის ისეთ არსებობის ფორმას, რითიც ის იქნება cool, ანუ რითიც დადგება ნორმალურზე ზემოთ. და cringe არის ხოლმე ის ხალხი, ვინც მაგ წესრიგში ვერ იწერება. და შესაბამისად ქვემდგომად მოიაზრება. ის, ვინც თითქოს ვერ მოახერხა, უნდოდა და ვერ მოახერხა, რომ ნორმალურში ყოფილიყო მინიმუმ როგორც ნორმალური თუ არა cool. ანუ something's wrong with them, right? ხო, ანუ თითქოს რაღაც ჭირთ. ანუ უნარი არ აღმოჩნდათ შესაბამისი, რომ ანორმალურები ყოფილიყვნენ cool-ობას თუ ვერ დაუმიზნებდნენ და და რა არის თვითონ cringe. და მოაწყო მაგას ხომ. ხო, ემოციურ დონეზე რა არის cringe? ემოციურ დონეზე cringe არის, რომ რა იწვევს cringe-ს, რომ უყურებ ვიღაცას და უიმე cringe, იმიტომ რომ შენ თავს წარმოვიდგენ მაგ მდგომარეობაში და ვერ უძლებ კოლექტიურ მზერას. იცი რომ შენ მაგ მდგომარეობაში იყო ვერ აიტანდი, ვერ გაუძლებდი, დაიშლებოდი. და ის, ვინც cringe არის, მაგის გამო
აღმოჩნდება ხოლმე. მაგის გამო რიყავ, ანუ ფაქტობრივად სხვას კი არ რიყავ, საკუთარ თავს რიყავ იმ სხვაში დანახოს. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. იგივე cool-თან მიმართებით, რომ შენ გინდა, ანუ ვიღაცაში ხედავ რაღაც თვისება იქნება თუ ხშირად წაცმელზე რაღაც მსგავსზე გადის მოლაპარაკის ფორმაზე რა სხვადასხვა მარკერს რასაც მოიფიქრებ უბრალოდ ან ნებისმიერ რაღაცა შეიძლება და სხვადასხვა დროს ერთმანეთისგან ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები არის ხოლმე cool და ალბათ ვაფშე არ ანუ საერთოდ არც აქვს ალბათ რა მნიშვნელობა რეალურად რა არის რომ ძალაუფლების ამბავია ხოლმე რომ რაღაცას უნდა რომ cool იყოს და მაგიტომ რაღაცა ფორმებს მოიგონებს შეიძლება არც იყოს ეგრე რაღაცის ნუ ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ორი სხვადასხვა მიზეზია ერთი რომ უნდა ის იყოს ის ვინც უნდა რომ იყოს ანუ საკუთარი ძალაუფლება ანუ საკუთარი წესები გადაწეროს სხვაზე და საკუთარი გახადოს ნორმალური თუ არა მოსაწონი მაინც ანუ იმით რომ სხვა მას დაინახავს ძალა მიიღოს თვითონ როცა ვიღაცა cringe-ს ნახულობს ძალას არ თმევენ იმას იმიტომ რომ როგორც ეს ხო რა ანუ რაღაც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და რაღაც პრივილეგიები ერთმანეთს კი არა ხო ანუ სადღაც face control-ს ვერ გაივლის, სადღაც ვიღაც არ დაგელაპარაკება, რაღაცას არ მოეწონები, სადღაც გასაუბრებას დაგიწუნებენ მაგის გამო, სადღაც ყოველდღიური ცხოვრება გაგეცვალდება მაგის გამო. Anyways, ხო. აი, თავი გითხვა. სადგარის ვარი cool's the cringe შორის. რა თქმა უნდა. არა. იმიტომ. Oops. ხო, ეს მაბნოს ხოლმე ესე. ჩაწერით მე თუ მაგის და ერთიანად ის ლაპარაკი, მაგრამ აი, თქვით რომ ძალაუფლების და რაღაცის გადაწერა არის და ის თქმა მინდა კიდე. ხო რა, ნუ აზრი არ აქვს. რა იქნება, რას აკეთებ, მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ნორმალურიდან გამომდინარე მოიაზრება და cool-ად მოიაზრები იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა რო გიყურებს შენში ხედავს იმას, რაც თვითონ უნდა რომ იყოს რა, მაგრამ ვერ ბედავს თვითონ. მაგრამ რახან შენ ბედავ, ამიტომ შენ მოგცემს cool-ის იარაღს და მაშინთან ასოცირებით ან შენი მოწონებით შეიქმნის თვითონ განცდას ან ხო განცდას ან შექმნის სხვებთან მიმართებით ხობს ამიხობს რომ ეს არის cool და ნელა გადაიწერება სოციალური წესები საკმარის რაოდენობა არის ენერგიის ჩადებს მაგაში გადაიწერება რომ უკვე ისიც შეძლებს მაგ ტიპის cool-ობას მე სხვა რაღაცა იქნება cool ალბათ მაგრამ ნუ სურვილი გქონდა იმის რომ ეგ რაღაც გამხდარიყო და მიიღებს მაგას Yeah. მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ cringe-ს და მე მიყვარს cringe-ობა. რატო? იმიტომ რომ cringe-ობა არის რეალურად შემოქმედებითი საშუალება და რაღაც პონჩი რევოლუციური იარაღიც ხელს ეწყობს. იმიტომ რომ ანახე ანუ cringe თუ უბრალოდ იმიტომ ხარ cringe რომ ვერ ახერხებ რომ ჩაეწორო სოციალურ
წესრიგში და გინდა ცდილობ და არ გამოგდის და არ გამოგდის. ოკეი, კრინჯ ხარ, მაგრამ არის მეორე ძალით კრინჯობაც რა. ან ერთი მხრივ შეიძლება დაკიდებაც და აკეთო ის რაც გინდა, მაგრამ მეორე მხრივ პერფორმატიულობაც რა. გავაკეთო რაღაც ისეთი რაც ძალით კრინჯ იქნება. მაგით ვიქცე რა ყურადღებას. და ვიწო მაგ რეაქციას. უი, cringe. No, I'm scared. ხარა ანუ მაგით იწვა მაგ რეაქციას, მაგრამ თუ მოერევი, წინასწარ არც არის იქნება. ან შენ მოერევი, ან აქეთ მოგერევიან და გაგდებენ და შენ შეიცვლე მაგ წესებს, მაგრამ თუ მოერევი, განეიტრალებ მაგ მდგომარეობას, ანუ ენერგეტიკულ დონეზე, სულიერ დონეზე ჩაწვდები რა არის მაგის მიზეზი, მინიმუმ შენ ვეღარ მოგწვდებიან და გააგრძელებ მაგ მდგომარეობაში ყოფნას. და კარგ შემთხვევაში გადაწერ რა, ანუ შეცვალე რაღაც სხვადაც იზე მოქმედი და რაღაცისთვის შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცე იმით, რომ დაინახა, რომ არც დიდი პრობლემა არ არის. ის თუ აკეთებს, შეიძლება ცოტა რაღაცა მეც გავაკეთო, იმიტომ რომ მეც მინდა მაგას გაკეთება. ხო და ეხლა ისე ეგ სიტუაციაც ძალიან გასკვევია. როგორც cool აღწერეთ მაგ მდგომარეობას. უბრალოდ cool რაც არის ხოლმე ხშირად უფრო ფასადური, დამცავი იარაღი არის ხოლმე ფარივით, რომ შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ რაღაც პუნქტში ეგრეც არის ხოლმე, რომ ძალით cool-ობა იმისთვის, რომ ვერ მომწვდნენ ანუ ჩემი შინაგანი მდგომარეობა არის რაღაც, რაც ჩემთვის ძვირფასია და არ მინდა ეგ გარე მდგომარეობას გადავეწერინო. რაღაცა ნარცისიზმიც სტილის ნარცისიზმიც არის ალბათ ყოველ შემთხვევაში ნარცისიზმი როგორც ის აღწერს და მოწყვეტ ფრომი მოგესმენთ ხო რაღაც პუნქტში ნარცისიზმის მსგავსად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მოგწონს შენში რაღაცა რა პრობლემა აბა როგორ უნდა იყოს აბა რა აზრი აქვს ხო და ნუ მოგწონს რაღაც შენში რისი დაცვაც გინდა და არ გინდა რომ შერიოს გარემოს და იცი რომ თუ შეერევა რაღაც ისე გადაიწერება რომ ან დაინგრევა ან არ ვიცი არ დამახინჯდება რაღაცა და ბავშვის დონეზე ინარჩუნები შინაგან მდგომარეობას და ამოშენება კედლებს რაღაც ფასადებით და ეგ ფასადები არის ნუ პერსონას მსგავსი ალბათ ნიღაბი ოღონდ ნიღაბი რომელსაც არ აძლევს ნიღბით იცავ თავს უბრალოდ ამ შემთხვევაში რომ გარეგანი შიგნით არ შემოაღწიოს, მაგრამ იმას მაინც შინაგანს ახლა შემთხვევას იტოვებ შენთვის და როგორც სავარაუდოდ ნარცისიზმიც ეგრე ვითარდება. ჩემი მოკრძალებული აზრით. მოგონი. ნარცისიზმი ძალიან ის არის ბილანსებულია და ეგრეც არ არის რეალურად თავდაცვით მდგომარეობა რაღაც საბავში რაღაც მხრივ რა გარემო გაიწულებს შეუთავსებლობა გარემოს და შინაგანის და შინაგანი დაუცველი შინაგანი ბავშვისთვის აშენებული კედლებია სხვა გადავედით და ეხლა cringe word cool თუ ძალიან random ნორმალური მგონი
ყველა ისე თუნს რომ საკუთარ ნორმალური ვარ და შემიძლია ეს კუჩში გავიდე. No problem. Right. Now it's also nice to still look at them. Whatever. Now it's on the road, so what's the road?